ეს არის ცარიელი აზრები, სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე. მარადისობის ვერიფიკაცია. ყველაფერი ერთი გაგონილი ფრაზით დაიწყო. 1499 წელი. ვატიკანი. ახალგაზრდა მიქელანჯელო საკუთარ პიეტასთან დგას. ისმენს, როგორ მიაწერენ მის ქმნილებას სხვას. ბრაზდება. ღამით ტაძარში იპარება და ღვთისმშობლის მკერდზე გადაჭიმულ ლენტზე კვეთს. ეს შექმნა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ. ეს არ იყო უბრალოდ ხელმოწერა. ეს დროის ახალი აღქმა იყო. რენესანსის ეპოქაში ქალაქის მოედნებზე საათებმა რეკვა დაიწყეს. დრომ ფასი შეიძინა. ადამიანმა თავიდან გადაიაზრა საკუთარი სასრულობა. მხოლოდ ეგო ამოძრავებს შემოქმედს. იქნებ მიზანი უფრო ღრმაა. დავიხსენოთ მე-17 საუკუნის საქართველო. 1634 წელს იმერეთის მეფის მდივანი მამუკა თავაქარაშვილი ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა თავარს ლევან მეორე დადიანს. ის 23 წელი მოსწყვიტეს სამშობლოს, ოჯახს. სწორედ ამ იზოლაციაში თავისი ტყვეობის მე-12 წელს ის იწყებს ვეფხისტყაოსნის გადაწერას და დასურათებას. ხატავს გმირებს, ბრძოლებს, რუსთაველის მდიდარ და ლამას სამყაროს. და როდესაც ამ უზარმაზარ შრომას ასრულებს, ბოლო გვერდზე საკუთარ თავს გამოსახავს. ულვაშიან, მოკრძალებულ კაცს, რომელიც პატიებას ითხოვს ცოდვებისთვის. ეს აღარ არის ამპარტავნება. ეს არის მცდელობა, ტყვეობაში მყოფმა, შენი არსებობა რუსთაველის მარადიულ ტექსტს დაუკავშირო. გახდი რაღაც უფრო დიდის ნაწილი. ამ სურვილს ვხედავთ რენესანსის დიდოსტატებთანაც. რაფაელი ათენის სკოლაში თავის თავს ჩახატავს ანტიკური სამყაროს ფილოსოფოსების გვერდით. ბოტიჩელი მედიჩებისთვის დახატულ მოგვთა თაყვანისცემის სცენიდან გვიყურებს. პაულო ვერონეზე კი მუსიკოსია თავის სტილოზე, ქორწილი კანაში. ისინი უბრალოდ კი არ აწერენ ნახატებზე სახელს, ისინი ფიზიკურად შედიან ამ სამყაროში, დგებიან მოვლენების შუაგულში. თითქოს გვეუბნებიან, მეც იქ ვიყავი. ეხლა კი მეც ამ დიადი ისტორიის ნაწილი ვარ. 1810 წელს ლორდ ბაირონმა ათენში პართენონის სვეტზე საკუთარი სახელი ამოტვიფრა. დღეს ამას ვანდალიზმს დავარქმევდით, მაგრამ მისთვის ეს ანტიკურ სამყაროსთან შეხების სურვილი იყო. უილიამ ფოლკნერი ამბობდა, ყველა ცდილობს თავისი სახელი მარადისობის ტაძრის კედელზე ამოკაწროს. უკვდავებისა და მარადისობის ძიება, აი რა იმალება ალბათ საკუთარი თავის წარმოჩენის უკან. დღეს ჩვენ აღარ გვაქვს მარმარილოს სვეტები. ჩვენ გვაქვს ციფრული სივრცე. რა თქმა უნდა, თანამედროვე რიგითმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ ის არ ქმნის ხელოვნების უკვდავ ნიმუშს, მაგრამ საყოველთაო ღიაობისა და საჯაროობის ამ უზარმაზარ ბაზრობაზე ყველა ცდილობს თავი გამოიჩინოს. თითოეული ჩვენგანი ცდილობს საკუთარ ხმასა და რაობას მეტი წონა შესწინოს. ჩვენც გვაშინებს ფიქრი, რომ უჩინრად გავივლით. თუმცა აქ იკვეთება თანამედროვეობის მთავარი ირონია. სოციალური ქსელების მარკეტოლოგებმა და ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ადამიანის ეს უძველესი სისუსტე, საკუთარი მნიშვნელოვნების დამტკიცების წყურვილი ზუსტად ამოიცნეს. მათ გაიგეს თუ რამხელა ძალა აქვს ეგზისტენციალურ შიშს და ის შემოსავლის ახალ უშრეთ გენერატორად აქციეს. ის რაც მიქელანჯელოსთვის ამბოხი იყო, დღეს კომერციული პროდუქტია. ვერიფიკაცია თითქოს სხვა დამაჯერებლობას ძენს ჩვენი ყოველდღიურობის საჯარო დემონსტრირებასა თუ გამოთქმულ საზრებას. მარადისობის ტაძრის კედელები ახლა პიქსელებისგან არის ნაგები და ამ ეფემერულ სამყაროში კვალის დასატოვებლად და ადგილის დასამკვიდრებლად ხშირ შემთხვევაში ფულსაც ვიხდით. ეს იყო ცარიელი აზრები. სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე.